30 გოლი, ყველაზე მეტი საგოლე მოქმედება, თვის საუკეთესო ფეხბურთელის ყველაზე მეტი ჯილდო, სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული, იტალიის ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო გოლის ავტორი, ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ტიტული. ეს არის ის შედეგი, რითაც 2 წლიანი თამაშის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლის ემშვიდობება. ქართულ ფეხბურთელს გულდაწყვეტით ემშვიდობება ნეაპოლი და მთელი იტალია, თუმცა განსაკუთრებული იმედებით ხვდება საფრანგეთი. კლუბში, სადაც მესის, ნეიმარს, მბაპეს და სხვა დიდ ფეხბურთელებს უთამაშიათ, ქართველი სპორტსმენი 7 ნომრით ითამაშებს. ხვიჩა კვარაცხელიამ პარიზული კლუბის მაისური უკვე მოირგო, მისმა ფოტოებმა კი სოციალური ქსელები ფაქტობრივად ააფეთქა და 100,000-ობით მოწონებაც დაიმსახურა, როგორ დაემშვიდობა ნეაპოლში პატარა ქვეყნიდან დიდი მიზნებისთვის ჩასულ კვარას იტალია და როგორ დახვდა საფრანგეთი, ამას ვნახავთ მარიამ შანშიაშვილის რეპორტაჟში. სამხრეთ იტალიურ ქალაქში, სადაც ფეხბურთს ასე აღმერთებენ, 2 წლის წინ ბურთის გაგორება ერთმა ქართველმა ფეხბურთელმა დაიწყო. საფეხბურთო ტრადიციის მიმდევარმა გულშემატკივარმა ქართველ ფეხბურთელს თამაში პირველივე წუთებიდან მოუწონა. მერე კი ამ ქუჩებსა და ლეგენდარულ სტადიონზე ახალი საფეხბურთო ერა დაიწყო. მარადონადან კვარადონამდე. ასე იწყებოდა იტალიაში საფეხბურთო თავგადასავალი. ნეაპოლში პატარა ქვეყნიდან დიდი მიზნებისთვის ჩავიდა. ისე როგორც მისი წინამორბედი 80-იან წლებში, მაშინ როცა ეს ქალაქი ჯერ კიდევ კრიმინალთან და სიღარიბესთან ასოცირდებოდა. Buongiorno a tutti. Benissimo. Sai calciare il calcio di rigore? Grazie. ძალიან მარკი უკითხოს დაგისმევო, იციო, ბურთის დარტყმაო, იციო? Sì. Kvaratskhelia! It's him! It's so often him! Kvicha Kvaratskhelia! მას მერე საფეხბურთო ქალაქში არც ტაში დაკლებია და არც ოვაციები. ნეაპოლში ჩასულს არც იტალიელი ჟურნალისტის ეს უხერხული შეკითხვა დაუტოვებია უპასუხოთ და მომავალში. არც ამ ქალაქის გულმხურვალე კომაგების გაოცება დავიწყებია დაუვიწყარი გოლებით. რამაც ხვიჩა კვარაცხელიას არნახული წარმატება მოუტანა. ნეაპოლელმა გულშემატკივრებმა მალევე დაინახეს საერთო საფეხბურთო ძაფები მათ მეფესთან, დიეგო არმანდო მარადონასთან. და ასე, ნელ-ნელა, ყველა ხედავდა, რომ ნეაპოლში, სადაც ბურთი ასე უყვართ და კომაგობენ, სადაც ჰაერშიც კი ფეხბურთის სუნია, ფეხბურთის ახალი მეფე მეორედ იბადებოდა. მოედანზე გასულს არც გულშემატკივრები ავიწყდებოდა და არც ისინი ივიწყებდნენ. სახლებიდან თუ სტადიო მარადონაზე შეკრებილები ყოველთვის ნეაპოლურ ზღაპარს ადევნებდნენ თვალს. ამ საფეხბურთო დღესასწაულს კი დიდი თუ პატარა იტალიური ტემპერამენტით, ემოციებით და შეძახილებით ხვდებოდა. მოედანზე თავდადებული, მაგიური ტალანტი, არაპროგნოზირებადი და ჯიუტი, თავისი განუმეორებელი საფეხბურთო ტექნიკით. ამ ქალაქის მაცხოვრებლებს მხოლოდ ერთ ადამიანს ახსენებდა. ამიტომაც ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი ამ ისტორიულ საფეხბურთო კედელზე მარადონასთან ერთად გამოსახეს. ფეხბურთის ლეგენდა და ბიჭი, რომელმაც ბურთის თამაში 6 წლიდან დაიწყო და მსოფლიო ვარსკვლავად იქცა. Oh, it's brilliant. Oh my word, that is
a sensation. ნეაპოლში ხვიჩა იმდენად შეიყვარეს, კვალი არა მარტო მოედანს, არამედ ერთსაც კი დაატყო. იტალიელი სპორტული კომენტატორებისთვისაც რთულად წარმოსათქმელი ქართული სახელი ხვიჩა დღეს ნეაპოლში რომ დაიძახო, შესაძლოა პატარა ბავშვმა გიპასუხოს. საფეხბურთო ქალაქში პირველ ბავშვს ხვიჩა 2023 წელს დაარქვეს. ისტორია აქაც განმეორდა, როდესაც ნაპოლიში დიეგო მარადონა თამაშობდა, იმ წლებში ბევრ ახალშობილს დაარქვეს მისი სახელი. კვარაცხელია მარადონას გუნდში ბათუმის დინამოდან გადავიდა და 33 წლიანი პაუზის შემდეგ ნაპოლის იტალიის ჩემპიონობის მოპოვებაში დაეხმარა. თავად კი იტალიის ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. მოგესალმებით. მიწისძვრ რთულია, თუმცა დამშვიდობების დრო მოვიდა. და როცა დამშვიდობების დრო მოვიდა, იქ მივიდა, სადაც საფეხბურთო კერპთაყვანისმცემლობის ადგილია. დიადი არგენტინელის მურალთან. აქ ის ყველაზე და ყველაფერზე მეტად უყვართ. დიეგო ფეხბურთის ღმერთია და ის ყველაზე მძაფრად ამ ქალაქში იგრძნობა. ახლა აქ ყოფნა განსაკუთრებით ემოციურია. გულშემატკივრებთან, გუნდთან და ქალაქთან ერთად დიეგოსთანაც მიწოს დამშვიდობა. ნახვამდის დიეგო. ნახვამდის. მას შემდეგ, რაც ხვიჩა კვარაცხელიამ თავისი 77 ნომრიანი მაისური გაიხადა, სამხრეთელ გულშემატკივრებს მათთვის გასაგებენაზე ემოციური ვიდეო მიმართვით დაემშვიდობა და ისიც უთხრა, რომ მომავალში ამ ამბავზე უფრო მეც მოყვებოდა. აქ ბევრი რამე ვისწავლე, როგორც მოედანზე, ისე მოედის მიღმა. გავიზარდე როგორც ადამიანი და როგორც სპორტსმენი. ფანების თითოეული შეძახილი უკვე მოგონებებად გადაიქცა და ხშირად გავიხსენი ხოლმე. აქ მოვედი როგორც პატარა ბიჭი, რომელსაც ბევრი არ იცნობდა. ახლა კი აქაურობას ტოვებ როგორც კაცი. ძალიან სახასიათო და საინტერესო ქალაქია. თითქოს ყველა ადგილს თავისი ისტორია აქვს და ამას გაგრძნობინებს. ძალიან თბილი ხალხია. ჩემი აზრით ქართველებს ძალიან გვანდა. კიდევ უფრო ემოციურად თანაგუნდელებს. ამით კი საბოლოოდ დასრულდა მისი თავგადასავალი ნეაპოლში. ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლიდან წასვლის გამო ადგილობრივი გულშემატკივრები გულდაწყვეტილები დარჩნენ, რაც ყველამ თავისებურად გამოხატა. კომაგებმა ვერც ცრემლები შეიკავეს. უდიდესი პატივი იყო შენი სახელის სკანდირება, ყოველთვის ჩვენი ნაწილი იქნები. უდიდესი მადლობა დაუვიწყარი ემოციებისთვის. იმედი მაქვს კარიერის განმავლობაში ყველა ტიტულს მოიგებ. მადლობა ჩემპიონო, შენ ხარ და იქნები ამ ქალაქის ისტორიის ნაწილი. ამბავი დაიწყო ქუჩებსაც, სახლებს. იყო წყენაც, ემოციური წერილები, მითქმა-მოთქმა, სად უფრო დააფასეს კვარა. იტალიაში სპორტული გვერდები სინანულით აღნიშნავდნენ, რომ კვარაცხელიას წასვლის შემდეგ მათი გამომწერების რაოდენობაც შემცირდა. ზოგმა ბრაზი და წყენა ასე რადიკალური ფორმითაც გამოხატა. Prima tatuaggi alla gente e poi vendete qua. Bravo. Paris est magique, magique. I'm here to win. ბიჭი, რომლისთვისაც ფეხბურთი ცხოვრების მთავარი მიზანია, კარიერას ახალ ქვეყანაში გააგრძელებს. სამედიცინო შემოწმებას გაიარა და ახლა უკვე თავბრუდამხვევი გოლების გატანას PSG-ს ფეხბურთელის სტატუსით გეგმავს. კვარაცხელიამ ფრანგულ გრანტთან 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
Paris Saint-Germain-ი კვარაცხელიას ტრანსფერში ნაპოლის 70 მილიონ ევროს გადაუხდის 10 მილიონს ბონუსების სახით. ახლა კვარაცხელია უკვე ფრანგულ მინდორზე სათამაშოდ ემზადება. ფრანგი გულშემატკივრები კი მისი სახელის სწორად წარმოთქმაში ვარჯიშობენ. My name is Khvicha Kvaratskelia, but you can call me Kvara. და ელოდებიან ისე როგორც პატარა უფლისწულს. ხვიჩა კვარაცხელია, ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელიც ამ ქალაქის კედლებს, ამ სტადიონის ტრიბუნებსა და ამ ყველაზე ემოციური გულშემატკივრების საფეხბურთო მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩება. უცნობი ბიჭი ბათუმის დინამოდან ერთხელ ნაპოლიში რომ წავიდა სათამაშოდ და მერე თავი მთელ მსოფლიოს რომ გააცნო. ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც იტალიელებს ფეხბურთი კიდევ უფრო შეაყვარა და მათი გულის ნაწილად აქცია. Forza Napoli.